საყვარელო სულო, ახლა ღრმად ჩაისუნთქე. იგრძენი როგორ შემოდის ხაერი შენს ფილტვებში, როგორც განახლებული სიცოცხლის სუნთქვა. თუ შენ აქამდე მოხვედი, თუ ცხოვრების ალგორითმმა, ან ბედისწერამ, ჩვენი გზები ზუსტად ამ წამს გადაკვეთა, იცოდე რომ შემოქმედის გეგმებში შეცდომა არ არსებობს. შენ ეს ვიდეო შემთხვევით არ ჩაგირთავს. შენ აქ ხარ, რადგან შენი ჩუმი ვედრება, რომელიც დაღლილობის ან იმედის წამებში წარმოთქვი, სინათლის უმაღლეს სფეროებში იქნა სმენილი. ანგელოზები ახლაც შენს გარშემო არიან. წარმოიდგინე ერთი წამით რბილი, ცისფერი ნათება, რომელიც იწყებს იმ გარემოს მოცვას, სადაც შენ იმყოფები. ეს მათი მყოფობაა. ისინი გზავნილს ატარებენ. ნიშანს, რომელსაც დღეებია, შესაძლოა თვეებია ითხოვდი. მათ იციან შენი უძილო ღამეების შესახებ, შენი ხვალინდელი დღის შიშებისა და იმ კითხვის შესახებ, რომელიც შენს გულში არ წყდება. როდემდე? დღეს პასუხი იკვეთება. ეს ვიდეო არის კავშირის პორტალი, მაგრამ რათა ამ ენერგიამ დაბრკოლების გარეშე იდინოს, საჭიროა ამ სიხშირეზე განეწყო. სანამ შენი მომავლის შესახებ დედალებს გავამშხავნებდეთ, გთხოვ დალუქო ეს მომენტი. მოიწონე ეს ვიდეო, არა როგორც უბრალო ქმედება, არამედ როგორც სინათლისთვის ნათქვამი დიახ. გამოიწერე ეს არხი და აქციე ეს სივრცე შენს ყოველდღიურ სულიერ თავშესაფრად. და რაც ყველაზე მთავარია, დაწერე კომენტარებში მთელი შენი სულის ძალით. მე მზად ვარ ანგელოს და გზავნილის მისაღებად. ამ სიტყვების დაწერით შენ სამყაროს უგზავნი ვიბრაციულ ბრძანებას, რომ მზად ხარ მიიღო ის, რაც ღვთიური უფლებით გეკუთვნის. იგრძენი ამ ფრაზის ექო ახლავე. ტრანსფორმაციის პორტალი. ანგელოზები ახლა შენს ყურთან ჩურჩულებენ. შვილო, შენ სინათლის პორტალის წინაშე დგახარ. ერთი წამით უკან მოიხედე. არა ტკივილით, არამედ აღიარებით. ნახე რამდენი გაიარე. ანგელოზები ამბობენ, რომ განსაცდელების, ჩაკეტილი კარებისა და საწინააღმდეგო ქარების ციკლი ახლა სრულდება. ის სიმძიმე, რომელსაც გულით ატარებდი, ის შეგრძნება, თითქოს წრეზე დადიოდი, ზეციური მხედრობის მიერ ქრება. ისინი შენი სულიერი ველის განწმენდაზე მუშაობენ. იცი, ის ადამიანები, რომლებიც წავიდნენ, ის სიტუაციები, რომლებიც ბოლო წუთს ჩაიშალა, ანგელოზები გიმხელენ, რომ ეს იყო დახსნა. ისინი გაშორებდნენ იმას, რაც შენს ბრწყინვალე მომავალში აღარ ჯდებოდა. რაღაც არაჩვეულებრივი მოდის, მაგრამ იმისთვის, რომ ახალი შემოვიდეს, ძველმა საბოლოოდ უნდა დაგტოვოს. ნუ შეებრძოლებით ცვლილებებს, რომლებიც შენს კარზე აკაკუნებენ. ზოგჯერ სამყაროს წირდება შენი დღევანდელი ცხოვრების არევა, რათა შენი დიდებული ბედისწერა დაალაგოს. წარმოიდგინე მუხლუხო, რომელიც ფიქრობს, რომ სამყარო დასრულდა, სანამ პეპლად იქცევა. ზუსტად აქ ხარ ახლა შენც. ანგელოზები გთხოვენ, გაწყვიტე ბორკილები. აპატიე მათ, ვინც გატკინა. გაუშვი ის, რაც აღარ გემსახურება. და მოემზადე, რადგან სინათლე, რომელიც ახლა შენს ცხოვრებაში შემოდის, იმდენად ძლიერია, რომ წარსულის ვერანაირი ჩრდილი მას ვერ გაუძლებს. გრძნობ ამ სითბოს გულმკერდში. ეს ანგელოზების დასტურია, რომ შენი უდაბნო დასრულდა. იმედი და ღვთიური ინჟინერია. ხშირად იყურები ცაში და კითხულობ, სად არის ჩემი სასწაულები? ანგელოზები სინაზით გიღიმიან და გთხოვენ ენდოზეციურ ინჟინერიას. წარმოიდგინე, რომ შენი ცხოვრება არის უზარმაზარი მოზაიკა. შენ მხოლოდ იმ ნაწილს ხედავ, რომელიც ხელში გიჭირავს, მაგრამ ისინი ზემოდან ხედავენ მთლიან სურათს. ისინი ამოძრავებენ გულებს შენს სასარგებლოდ. შენს სახელს ჩურჩულებენ იმ ადამიანებთან, ვისაც შენი დახმარება შეუძლია, და ბლოკავენ გზებს, რომლებსაც ტანჯვამდე მიჰყავდი. მაშინაც კი, როდესაც გეჩვენება, რომ ყველაფერი ინგრევა, გახსოვდეს, ნაწილები ლაგდება. მოულოდნელი კურთხევა, ისეთი რამ, რაც არ დაგიგეგმავს და რაზეც ოცნებაც კი ვერ გაბედე, კულისებში მზადდება. ეს შეიძლება იყოს განკურნება, შერიგება, ან ის ფინანსური კარი, რომელიც ჩაჭედილი გეგონა. ისინი გთხოვენ, რომ ახლა ავტორიტეტით განაცხადო,
რათა შენი ხმის ხმამ სულიერ განზომილებებში გაიჟღეროს. მე ვიღებ იმ კურთხევებს, რომლებიც სამყარომ ჩემთვის მოამზადა. იგრძენდი ამ განაცხადის ძალა. ის არის მაგნიტი. როდესაც ენდობი შენ წყვეთ დინების დაბლოკვას. შფოთვა არის კედელი, ხოლო ნდობა არის ხიდი. ანგელოზები ახლა ამ ხიდზე გადმოდიან შენსკენ საჩუქრებით სავსე ხელებით. ისუნთქე ამ ნდობით. იგრძენდი მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება და აწყნარებს შენს ნერვულ სისტემას. შენ უსაფრთხოდ ხარ. შენ გიცავენ ლეგიონები, რომლებსაც არასოდეს ძინავთ. შთაგანებული მოქმედება. ასეთი სინათლის მიღების შემდეგ რასელიან ანგელოზები შენგან? პასუხი მარტივი და ღრმაა. შთაგანებული მოქმედება. ეს არ ნიშნავს სასოწარკვეთილ სირბილს, არამედ რწმენით სიარულს. იყავი ნაზი შენი ისტორიის მიმართ. აპატიე საკუთარ თავს იმ დროს, როდესაც თავს სუსტად გრძნობდი. ანგელოზები ზეიმობენ შენს გამძლეობას. ისინი გთხოვენ, რომ დღეიდან დათესო პოზიტიური სიტყვების თესლი. იმის ნაცვლად, რომ თქვა რთულია, თქვი მე ვემზადები. იმის ნაცვლად, რომ თქვა მე არ მაქვს, თქვი მე მზად ვარ მისაღებად. ეს არის მომენტი, იმოქმედო ისე თითქოს გამარჯვება უკვე შენია. როგორ ჩაიცვამდი, როგორ ისაუბრებდი. ანგელოზები რწყავენ თესლს, მაგრამ შენ ხარ ის, ვინც მათ შენი გონების ნიადაგში თესავს. დაიწყე დღეს მადლიერება მცირე რამეებისთვის, მზისთვის, ჰაერისთვის, ჯანმრთელობისთვის, ამ გზავნილისთვის. მადლიერება სასწაულის სასუქია. ცამზად არის შენზე კეთილდღეობის წვიმა გადმოღვაროს, მაგრამ შენი თასი ზემოთ უნდა იყოს მიმართული მის შესაგროვებლად. იცხოვრე დღევანდელი დღით იმ რწმენით, რომ ნიშანი, რომელიც ითხოვე, არ იყო მხოლოდ აუდიო გზავნილი, არამედ შენი სულის გამოღვიძება ახალი რეალობისთვის, რომელიც უკვე დაიწყო. დასკვნა და კურთხევა. არასოდეს დაივიწყო. შენ ხარ ძვირფასი მარგალიტი სამყაროს ყელსაბამში. შენ ხარ ღრმად საყვარელი, დაცული და წინამძღოლი. მარტოობა ილუზიაა. ანგელოზები მხოლოდ ერთი ფიქრის დაშორებით არიან. სანამ დავემშვიდობებოდეთ, დატოვე აქ შენი პირობა ამ ახალი ფაზისთვის. დაწერე კომენტარებში. მე ვენდობი ანგელოზებს და ვიღებ მათ კურთხევას. გააზიარე ეს ვიდეო. გაზიარებით შენ ხდები სინათლის არხი და რასაც სამყაროს უგზავნი, ის ორმაგად გიბრუნდება. ანგელოზთა მშვიდობას უფევდეს შენ სახლში და აქ ნათქვამი თითოეული სიტყვა აყვავდეს შენს ცხოვრებაში, როგორც ბაღი გაზაფხულზე. მომავალ ღვთიურ შეხვედრამდე. დარჩი სინათლეში და ზეციური ფრთების მფარველობის ქვეშ.